საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო, ვინაიდან მთელი მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი, ტერორი წარმოადგენდა. ნაციონალურ მოძრაობას ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემუშავებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დავალებას მოცემული სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად გადანაწილებული ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ უძრავიან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთან გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას მნიშვნელობა არ ჰქონდა მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ეგრეთ წოდებული შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა. სახელმწიფო ქონება სააკაშვილისა და მისი მთავრობის და გარემოცვის წყალობით ხელში ჩაიგდო მისმა დედამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ. ნათლად გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეწყობილ ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი TBC, მისი ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ და ის რომ ეს იყო ცალკე სქემა, ესეც არის ახსნილი და ფაქტებზე დაფუძნებულად კონკრეტული საქმეების მიხედვით მოცემული ჩვენს დასკვნაში.